არანაირი თქვა ფინანსებზე და რესურსებზე ლაპარაკიც არ არის, ჩვენ არ აგვაქვს და მაგის იმედი რომ გამოჩნდება და მეტი საშუალება გვექნება და უკვე მაგას გათვლა არ უნდა გავაკეთოთ. შიშველი ხერები, ანუ უთანასწორო ბრძოლაში მოგვიწევს და მაგის იმედად ტყილა არ უნდა ვიყოთ შიშველი ხერებით. უბრალოდ ესეთი мотивაციით მოგვიწევს ამ დანარჩენი ყველა იმ უპირატესობის გადაფარვა, რაც იქით ამ ხარეს გააჩნია. და ჩვენ სინამდვილეში ქართულ ოცნებას უნდა დავანახოთ ერთი რამ. ქართულმა ოცნებამ ახლავე იცის მეგობრებო, რომ საზოგადოება მას ვერ იტანს. ქართული ოცნება არის ძალიან პარადოქსული ძალა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იმ თვალსაზრისით, რომ ქართულ ოცნებას 2012 წლის მერე, როცა პირველად კოაბიტაცია სიტყვა პოლიტიკურ ლექსიკონში შემოვიდა ოცნების ლიდერებისგან, იმის მერე ქართულ ოცნებას არ უცდია იმის დამტკიცება, რომ კარგი ხელისუფლებაა. ქართული ოცნება ამბობს, რომ აბა უკეთესი ვინ არის და ყველა სხვა დანარჩენი უარესია, ვისაც ოპოზიციად განიხილავს. ეგ არის ქართული ოცნების სტრატეგია და სინამდვილეში ქართულმა ოცნებამ იცის, რომ საზოგადოების ჩემი აზრით 90% ოცნებას პირდაპირ აგინებს და ოცნებამ გინების საწინააღმდეგო კანონი, იმიტომ მიიღო, რომ ეს გინება უკვე მათთვის აუტანელი გახდა და მართლართულია, ეხა კი შეიძლება იცოდეს, რომ იმსახურებს ღირსია, უარესის ღირსიც არის, მაგრამ მაინც ეხა 24 საათიან რეჟიმში ტელევიზიის სტრიმი იქნება თუ Facebook-ზე ყველგან რო გაგინებენ, ეს ადამიანის ნერვებზე მოქმედებს, მეგობრებო, მაგრამ ქართული ოცნებისთვის ეს არ არის პრობლემა. ანუ ვერბალური პროტესტი ქართული ოცნებისთვის, კი არის პრობლემა, იმდენად რამდენადაც მაგალითად აკრძალა ეგ და ამის გამო ხალხს აჯარიმებენ, მაგრამ იმდენად არა, რომ პოლიტიკური სტრატეგია შეცვალოს. მაგაზე კანონს მიიღებს. ეხლა და ვიღაცა იტყვის, რომ კი, მაგრამ ეგ კანონი ოცნებას ხო აზიანებს რეპუტაციულად. კი, ოცნება მათ იცის, რომ აზიანებს, მაგრამ ოცნება იცის, რომ მუდმივად არ იქნება ხელისუფლებაში. ოცნება იცის, რომ 10 წელი გაწი გამოცი, მეტი მაგათი გათვლა არ არის. ამ 10 წელიწადში უნდა მოასწრონ დაჩერება მეტი ფულის ამოღება და ეგ ფული საქართველოში კი არ დარჩება. მაგას ისევე როგორც შევარდნაძის ხელისუფლებამ გააკეთა, როგორც სააკაშვილმა გააკეთა, ესენი ზუსტად ეგ ერთი ალგორითმია, გაზიდავენ ქვეყნიდან, სადღაც ეკონომიკურად სტაბილურ ქვეყნებში, ოფშორებში იქნება თუ სადაც იქნება, კაპიტალში დააბანდებენ და იცხოვრებენ, რავი, მშვენივრად. მერე მაგათი შვირები რო წამოიზრდებიან, ეხლა რო საზღვარგარეთ ყავთ გაშვებული, ისინი მიიღებენ გარედან პოლიტიკურ ხელდასხმას ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან და ისინი მოვლენ და ესე წრეზე გვატრიალებენ. ეგ არის მაგათი გათვლა, ამიტომ Facebook-ის გინება კი დისკომფორტს უქმნით, მაგრამ არ არის პრობლემა კანონს დავაჩუმებ. თავარი არის ადამიანებმა არ გააკეთონ პრინციპული არჩევანი. და ოცნებას ამ ხრივ თავი ქუჩი გონია და ჩემი აზრით სამწუხაროდ კი არ გონია, ბოლო არჩევნებმა აჩვენა, რომ მართლა თავი ქუჩი აქვს. და ეგ უკვე ჩვენი პასუხისმგებლობაა საზოგადოების. მე არ მახსოვს ჩვენმა რომელიღაცა სტუმარმა რამდენიმე კვირი წინ თქვა, რომ ყველაფერი არის ჩვენი ბრალიო. საზოგადოება იგულისხმდა და არა ვთქვათ ცალკეული ადამიანები კი არა. მართლა ესეა, მეგობრებო. ყველაფერი არის ჩვენი ბრალი. იმიტომ რომ ცხრებივით უყურებთ ამ ყველაფერს. ეხა ეს რა თქმა უნდა არ ეხება იმ ხალხს, ვინც იბრძვის და ვინც აქტიურია და ვინც აქახართ და ასე შემდეგ და მაგრამ ეს ეხება თუნდაც ყველაფერს თავი დავანებოთ. ეს ეხება იმ 80%-ს. ანუ ხმების 80%-ს, თორე ბევრი არ მივიდა არჩევნებზე. ვინც ოცნებას ხმა მიცა, როგორც მინიმუმ აი მომიტევეთ, ბოდიშის მოხდით, ყველას გეხება. თქვენი ბრალია, კაცო, პირდაპირ ოცნება რო დღეს ესეთი თავდაჯერებულია, ეს არის იმ ხალხის ბრალი, ვინც ოცნებას მისცა ხმა. თქვენ რამდენიც გინდა იმდენი აგინეთ, ვიცი რომ იმ 80%-ის 80%, კი არა 99 ოცნებას აგინებს. მე შემხვედრია ხალხი, რომელიც ამბობს, რომ იმ სიტყვებს აქ ვერ გავიმეორებ, ქალბატონები გვისმენენ, მაგრამ ხმა მივეცი ოცნებას და მე ლაპარაკს არ ვუგძერებ. რა უნდა უთხრა ეხა იმას? რა სიტყვების თქმაც მინდა მაგ დროს, იმას ვერ ვეტყვი და პირში კიდევ ვერ მოვეფერები და არაფერი ჩუმად ვარ და მე მივდივარ. ხო და ოცნება მეს იცის. ერთია, ნახე, ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მეგობრებო, არის ჩვენი ქართული საზოგადოების მიერ ჩადენილი დანაშაული ჩვენი თავის წინააღმდეგ. ეს იყო სუიციდი პრაქტიკულად. აი ადამიანმა თვითმკვლელობა რო სცადოს, ეს დანაშაულია, იურიდიული გაგებით დანაშაულია, მაგრამ
ეს არის დანაშაული სხვა ვიღაცის მიმართ კი არა, სისხლის სამართალს მუხს ამეთ ვერ აღზრავს საქმეს, იმიტომ რომ არავის არაფერი დაუშავებია, თავის თავს დაუშავა. მაგრამ რეალურად დანაშაულია მან სიცოცხლის მოსპობას ცადა. ჩვენ რაც გავაკეთეთ, ხო? ეს იურიდიული დეფინიციით არის დანაშაული ჩვენი თავის წინა, ჩვენ რეალურად თვითმკვლელობას ვცადეთ. იმედია გადავრჩით და ჯერ შანსები არის წინ. ქართულ ოცნებას რომ მოეგო, მე არ ვამბობ, რომ ამ არჩევნებით შესაძლებელი იყო ოცნების შეცვლა, ოცნების გასტუმრება. არა, გეგმა ეხა უნდა იყოს რეალობას უნდა შეეფერებოდეს, მაგრამ ოცნებას რომ მოეგო არჩევნები ზღვარზე, აი მაგალითად 51%-ით. ან 57-ით. აი 60 ქვემოთ. დამიჯერეთ დღეს ოცნება რასაც ბედავს, მაგას ვერ გაბედავდა. აი ხა რასაც აკეთებს, მაგას ვერ გააკეთებდა. დღეს რასაც აკეთებს, ამას ვერ იზამდა. აი აზრის პოლიცია ადამიანებს კომენტარის გამო რო აჯარიმებენ და აი დასაწყისია, აი დაიმახსოვრეთ აგერმე და აგერ თქვენ, ქართული ოცნება უახლოეს 1-2 წელიწადში რეებს იზამს. აი როვერ ფანტაზია არ გვაძლევს ეხლა საშუალებას რომ წარმოვიდგინოთ. რატო? იმიტომ რომ ჩვენ ვცადეთ სუიციდი პრაქტიკულად ჩვენ თავს მივაყენეთ ზიანი და ხელისუფლებას რომელიც 14 წელია ფარულ გენოციდს გიწყობს 80%-იანი ნდობა გამოუცხადეთ. ამიტომ ქართული ოცნება რაც საკითხი ყოფილი არის ლოგიკური და უარესი ზამს და ისიც ლოგიკური იქნება. ეხლა რასაც აკეთებს, ეგ მონაგონი იქნება და ისიც ლოგიკური იქნება, იმიტომ რომ წინსწრებად აქვს ყველაფერზე მწვანე შუქი ანთებული. ეხლა ჩვენ თუ შესაბამისად ან ნახე შეცდომა აქვს ზოგადად ის პრიუსი რომ შეცდომა გაჩვენებს რა იყო გასაკეთებელი, ანუ რაც გააკეთე შეცდომაა და ეს რომ აღარ უნდა გაიმეორო და ახლა სხვა რაღაცა როა გასაკეთებელი, აი მაგას გიჩვენებს ხოლმე შეცდომა, უბრალოდ ჭკუით უნდა მიუდგე ხა თქვენი ადამიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ და ვისაც ჭკუ არ ყოფნის, თავისას იმეორებს, ესე უცვლელად და თავს იზიანებს, ხო? ჩვენ რადგან ამ 80%-იანი ნდობით რაც საზოგადოებამ გამოუცხადა ოცნებისგან ესეთი თავზე ხელაღებული და ყველაფრის კადრებელი ძალა მივიღეთ, ეხლა უნდა გვესმოდეს რომ იგივენაირად შეგვიძლია ეს ძალას პირში ლაგამი ამოვსდოთ. ანუ ქართული ოცნება არაფერს არ უწევს ანგარიშს გარდა მის წინააღმდეგ დაორგანიზებული მშვიდობიანი პროტესტისა. თუ 20 სექტემბერს და აქ თუ სვის ადგილი არ უნდა დარჩეს, მე უბრალოდ ამას სიტყვის იმად ვამბობ, თორე მე საერთოდ ეჭვის დონეზეც თეორიულადაც არ უშვებ, რომ 20 სექტემბერს ბევრი ხალხი არ მოვა, დარწმუნებული ვარ. 20 სექტემბერს რომ ბევრი ადამიანი გამოვა, ათეულათასობით, რა ვიცი, ჩემი აზრით 15-20,000 ამ ეტაპისთვის ცოტა არ იქნება, ბევრი იქნება. ბევრი ადამიანი რომ გამოვა, ქართული ოცნებისთვის ეს იქნება პირველი უკვე სერიოზული გამაფრთხილებელი სიგნალი, რაც ქართულ ოცნებას დააფიქრებს. ოღონდ, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ კონკრეტული შედეგის სახით ვერ დავინახავთ. თუ გინდა 50,000 კაცი გამოვიდეს და თუ გინდა 100,000. რეაქციები იქნება, რომ სახელმწიფო მედიები დაიწყებენ ამაზე ლაპარაკს, უმაღლეს ეშელონებში დაიწყებენ თავის მართლებას, დაიწყებენ იმავდროულად უფრო ფორსირებულად ჩვენს ლანძღვას, რაღაცა ვითომ ჩაწერენ რაღაცა ბლოგებს გააკეთებენ, როგორც აკეთებდა პრემიერი, რომ თითქოს ხალხის ეს პროტესტი დააცხრონ, რომ რაღაცა უკან იხევენ, იქ შესაძლოა რაღაცა როგორც მაგალითად იგხილსმა დაიწყო წინასწარი გაყიდვებიო და 257 ბინა გაიყიდა და აქედან მარტო 40%-ია უცხოელია, რო გვამშვიდებდა პრემიერი და რა ვიცი 40% თუ უცხოელია, რა უნდა გამშვიდა, შეკაცო და რა გიხარია, ხო? მაგრამ თვითონ ეგ უკვე პრობლემა არ გონია, ხო? ეგ კიდე უბედურება. რაღაცა დაახლოებით მაგდაგვარ შეეცდებიან, მაგრამ აი საკმარისია უკვე მეორე ეგეთი აქცია, რომელსაც რა თქმა უნდა მეორე დღეს ვერ ჩაატარებდა, იმასაც გარკვეული დრო დაჭირდება და ამ პირველ და შემდგომ აქციებს შორის ინტერვალში, რა თქმა უნდა, ჩვენ მუხტი არ უნდა დავაგდოთ და ეს იქნება საინფორმაციო აქციები თუ სიუჟეტები თუ რა ყველა სოციალური აი ესეთი სტრიმები, რასაც ახლა აგერ დათო აკეთებს, აი ესეთებით ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს საფრთხე საზოგადოებას არ უნდა დავავიწყოთ და არ უნდა მოვდუნდეთ და უკვე მეორე აქციაზე მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავინახავთ ხელისუფლებისგან სერიოზ იმის ნიშნებს, რომ ხელისუფლება სერიოზულად შეშინდა და დაფიქრდა.
და თუ ჩვენ შევძლებთ რომ ორი, აი მე ვიტყვი, ორი მაქსიმუმ 3 პერმანენტულად გარკვეული დროის ინტერვალში მრავალათასიანი აქცია ჩავატაროთ, ერთი ამის შედეგი ის იქნება, რომ მეტი ადამიანი აყვება, ეხლა 20-ში რო ჩავატარებთ მრავალათასიან აქციას, უკვე შემდეგ აქციაზე დამჯერეთ ბევრი ადამიანი მოვა, ამას სვავის ეფექტი ექნება, იმიტომ რომ ბევრს უბრალოდ იმედი მოეცემა და მეორე და მესამე აქციაზე უკვე ჩვენ დავინახავთ ხელისუფლების რიტორიკაში როგორ შეაზანზარა ამან ხელისუფლება. ეხლა კურიერების თემა, მაგალითად, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ბევრად უფრო მცირე სიმძიმის და მასშტაბის საფრთხეა და პრობლემაა, მაგრამ პრინციპი იქაც იგივე იყო. ჩვენ ამაზე იმდენი ვილაპარაკეთ და იმდენი კადრები ვანახით და ამ ლაპარაკის პროცესში თანამებრძოლები შევიძინეთ და ეს თანამებრძოლები თვითონ ვინც მუშაობს ამ საკურიერო სამსახურში, ეს ბიჭები თვითონ გვიგდებდნენ. აი გუშინაც მომაწოდა მაგალითად ერთმა ვიდეო, თვითონ გვიგდებდნენ ამ ვიდეოებს, ხო ერთია რომ ლაპარაკობ და მეორეა ლაპარაკთან ერთად აჩვენებ, რომ აგერ მე ვერაფერს არ ვიგონებ. ამან შედეგი გამოიღო ის, რომ ამ საიმიგრაციო სამსახურმა მართლა დაიწყო, მეგობრებო, მართლა დაიწყო ჩაში ამათი მასობრივი გაჩერებები და გადამოწმება. ესეც რა თქმა უნდა ხელისუფლებისთვის დისკომფორტია, აქაც ფინანსურ ნაწილში წავიდნენ. ნახე, ვისაც გონია რომ აქ ეხა მეორე მხარეს 6 მილიარდი დგას და როგორ გინდა უკან დაახევინო, აქაც ფინანსური ინტერესი იდგა. ამ საკურიერო ამ გლოვო იქნებოდა ვოლტი თუ კიდე რომელიც არის საქართველოში, ესეც ამ კომპანიებმა უცხოელებს რატო დააწყებინა მუშაობა? იმიტომ რომ უცხოელი იაფი მუშახელია და რა ფულის დაზოგა ეს თავის ჯიბეში მიდის და შესაბამისად იქიდან ნაწილი ხელისუფლების ჯიბეშიც მიდის, ის ხო ფულს იხდის ბიუჯეტში, ხო? შესაბამისად აქ პირდაპირ ხელისუფლების ფინანსური ინტერესი იყო, რომ იაფი მუშახელის საშუალება ქონოდათ ამ კერძო კომპანიებს, მაგრამ იმდენი ვიაქტიურეთ და იმდენი იაქტიურა საზოგადოებამ და ეს უკვე პერმანენტული გახდა და ეს არ გაჩერდებოდა და არც გაჩერდება თუ სანამ ეს პრობლემა და საფრთხე იარსებებს, ხელისუფლებამ დაინახა ესენი ხო ყველაფერს ანგარიშობენ. დაინახა რომ იმ ფინანსურ სარგებელს ბევრად აღემატება ის რეპუტაციული ზიანი, რომელსაც ამ ყველაფრის გამო ის იღებს. და შესაბამისად მოუწია კომპრომისზე წასვლა. აქაც იგივე პრინციპი იმუშავებს, ზუსტად იგივე ალგორითმი იმუშავებს. უბრალოდ აქ ბევრად დიდი მუხტია საჭირო, იმიტომ რომ ბევრად დიდი ფინანსური ინტერესია. თუ ჩვენ მარტივია რა, ანუ ფიზიკის კანონი ვით არის, ქმედება იწვევს უკმედებას. რა ძალითაც აწვევი დედამიწას ძალით აწვება დედამიწა საგანს, ნებისმიერ საგანს, ხო? შესაბამისად, აქ ჩვენ შესაბამისი ძალისხმევა თუ მოვახერხეთ, შესაბამისი შედეგი იქნება. რა შედეგიც იქნება? აი ადამიანები რო ხშირად იმედგაცრუებულები რო არიან, რომ ვიბრძოლეთ, მაგრამ არ ქონდა შედეგი, მან ხშირად შეცდომა არის ის, რომ ძალისხმევის ხარისხი ვერ გაიაზრა ზოგმა. თვითონ რო ყველაფერი გააკეთა და კონკრეტულმა ინდივიდმა რო იბრძოლა და მართლა ირბინა ყველაფერი გააკეთა, ეგ არ არის საკმარისი. ჩვენ ექტურად შევაფასოთ. თუ შესაბამის ძალისხმევას არ დებ და შესაბამის აქეთ ძალის აკუმულირება თუ არ ხდება, შედეგი არ იქნება. ამიტომ ეგ უნდა გვესმოდეს, რომ იქით ხარ ეს არის ძალიან დიდი ფინანსური ინტერესი, დადასტურებულად რაც ვიცით, 6 მილიარდ ამერიკულ დოლარზეა ლაპარაკი და ეს კოლოსალური თანხაა, არათუ საქართველოს მასშტაბის ქვეყნისთვის, აი თუ გინდა ჩინეთი ავიღოთ, ან თუ გინდა რავი დიდი ქვეყნები, თურქეთი, რუსეთი, ეგ კოლოსალური თანხაა, მეგობრებო, აი როგორც ერთი ინვესტიცია, ეს ძალიან დიდი ფულია, შესაბამისად ძალიან დიდი ინტერესია ლაპარაკი და რა თქმა უნდა, იძულება მათი რომ უკან დაიხიონ, იქნება ძალიან რთული. თუმცა გამოსავალი და სამოქმედო გეგმა თეორიულად არის დასახული, ანუ ვიცით ზუსტად რაც არის გასაკეთებელი და ეს უკვე ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ იცი რომ რა არის გასაკეთებელი არის შემდეგი. ბევრ ადამიანამდე არის მისატანი ინფორმაცია და ბევრი ადამიანია დასარწმუნებელი, რომ მის გამოსვლას თუნდაც ერთ აქციაზე შვიდობიან პროტესტია ლაპარაკი და არავითარ შემთხვევაში ჩვენი არც ერთი აქცია არ ყოფილა ძალადობრივი და ერთი ფოთოლი ხიდან არ ჩამოვარდნილა და აქაც ესე იქნება და ვინც იტყვის მაგას რომ არა და რაღაცა უნდა ვიმოქმედოთ და რაღაცა ფიზიკურად ის პირდაპირ ვიტყვი რომ ის არის შემოგზავნილი. მე ესე ვიტყვი რა. ეს იქნება მშვიდობიანი, ეს იქნება კანონის კონსტიტუციის ფარგლებში და სიამბირეში აქ რისკი არაფერი არ არის, მეგობრებო. უბრალოდ
უნდა ვირწმუნოთ ჩვენი თავის, გამოვიდეთ, დავდგეთ, იქ 1 საათი იქნება თუ 2 საათი, დავდგეთ და ამის შედეგს აუცილებლად დავინახავთ. აი, ამაში ვარ დარწმუნებული და მე ჩვენ არ მეპარება რომ ასევე დავარწმუნებთ ბევრ ადამიანს, ჩვენი საბოლოო მტერი ეხა ამ ეტაპზე არის ნიჰილიზმი. ანუ ადამიანებს რო საკუთარი თავის არ ჯერა და ეს გვაქვს დასამარცხებელი და როგორც კი საკმარისი мотиваცია და ბრძოლის ჟინი საზოგადოებაში გაჩნდება, დამიჯერეთ, ხელისუფლებაში გაიღვიძებს ცხოველური რეფლექსი, აი როგორც ცხოველი გრძნობს, ნებისმიერი ცხოველი გრძნობს საფრთხეს და ეგრევე რაღაცა ცდილობს თავის გადარჩენას, აი ესე დაიწყებს ხელისუფლება ფაცურს და გადარჩენის მათ სხვა გზა არ ექნებათ, გარდა იმისა, რომ იმოქმედონ ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად და წავიდნენ დათმობაზე საზოგადოების კანონიერ და სამართლიან მოთხოვნასთან. აი ეს იქნება და მე ამის ჯერა და ამაში ვარ დარწმუნებული.